მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გვანცა იგივე დოდონა და მინდა გაგიზიაროთ ის ორი პროდუქტი, რომელსაც მივერთმევ მე. ამ ორიდან ერთი ნამდვილად ჩემთვის იყო აღმოჩენა. ხო და ვინც ხართ დაბალკალორიულ საკვებზე, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვის არის. ეს გახლავთ შვრიის პური, რომელსაც აქვს სულ რაღაც 166 კალორია და დამერწმუნებით, რომ ძალიან ბევრ პურზე დაბალი კალორია აქვს. თუმცა მე ვიცი კიდევ ერთი პური, რომელსაც ამაზე ბევრად დაბალი კალორია აქვს, თუმცა ახლა აქ არ მაქვს და არ იყიდება სუპერმარკეტებში, მხოლოდ იყიდება საცხობში, რომელიც მდებარეობს ზედა ვაგზლის ტერიტორიაზე ხიდამდე. ვისაც დაგაინტერესდებათ, რა თქმა უნდა, დეტალურად აგიხსნით, სადაც იყიდება. ის არის ციციბურას. აი ეს პროდუქტი ნამდვილად იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომელიც როგორც ვიცი არ იყიდება ყველა სუპერმარკეტში, თუმცა მე ვიყიდე ევროპროდუქტში და ასევე იყიდება როგორც ვიცი ფრესკოში. TikTok-ზე შემთხვევით წავაწყდი გოგონა, რომელიც საუბრობდა აი ამ პროდუქტზე. ხო და ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ამას აქვს სულ რაღაც ხალხო 95 კალორია, 95. ეს გახლავთ ოქროს პური, როგორც აწერია, სამწუხარო რაც არის ისე მხოლოდ 6 დღე აქვს ამას ვადა და ასევე ცოტა სამწუხარო რაც არის ის რომ 3 ლარი და 15 თეთრიღებს და მგონია რომ ცოტა დაბალი ფასი არ გვაწყენდა ჩვენ ვინც კალორიულ დეფიციტზე ვართ ხშირ შემთხვევაში. ასე რომ ეს არის პური, რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. ეს არის როგორც პური, მინდოდა ლავაში ჩამენაცვლებინა რამით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ბებოს ლავაშს აქვს ძალიან მაღალი კალორია და მე მგონი მივაგენი იმას, რაც გახდება კიდევ ჩემი ერთ-ერთი ძალიან კარგი მეგობარი. ამ პურს რაც შეეხება, შემადგენლობაში აქვს ფქვილი, მარილი, ნატურალური ხაში და წყალი. ასე რომ ვფიქრობ ძალიან კარგია მათთვის, ვინც ისე იკვებება როგორც მე.